გასულ კვირას თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონალურ ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა ენერგეტიკის სექტორი იყო. დისკუსიის ფარგლებში საუბარი შეეხო ენერგოუსაფრთხოებას, განახლებადი ენერგიების განვითარებას, დიდი ჰესების როლსა და მსოფლიო ენერგეტიკული ტრანზიციის პირობებში საქართველოს სამომავლო პრიორიტეტებს, რა გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე დგას დღეს ქვეყანა და როგორ აფასებს კერძო სექტორი არსებულ ვითარებას. ამ თემებზე სასაუბრო დღეს სტუდიაში გვერდებიან ფოტომედ კავკასიის რეგიონალური დირექტორი დავით ყეშელაშვილი და შაინ ენერჯის დამფუძნებელი ნინო გადელია. მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით. საუბარი დავიწყოთ ფორუმის შეფასებით, ერთგვარად შეფასებით, ვინ თქვენ ორივენი მონაწილეობას ღებულობდით გამართულ დისკუსიაში. რა იყო მთავარი გზავნილები, რაც თქვენი მხრიდან იქ დავწერე საზოგადოებასთან გაჟღერდა და ძირითადად რაზე მოხდა შეჯერება? ნინა, თქვენ დავიწყოთ და მე დათომ გვიპასუხებს. დიდი მადლობა. პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ მსგავსი ფორუმი, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება და პრინციპში ყველა დარგს აერთიანებს, ენერგეტიკაც როგორც ეკონომიკის ხერხემალი ძალიან მნიშვნელოვანი დარგია. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია აბსოლუტურად ყველასთვის. ჩვენის მხრივ გავაჟღერეთ ინფორმაცია, ვთქვათ, მიმდინარე პროცესებზე, სამართლებრივი ჩარჩოს ჭრილში დღეს რა შესაძლებლობები არის, როგორ არის მზის ენერგიის კონკრეტულად განვითარების დინამიკა და ასე შემდეგ. და თქვენ მოკლედ მოგესალმებით პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიახ, რა თქმა უნდა, 4-5 ივნისი იყო საკმაოდ დატვირთული დღე იმის ჭრილში, რომ მე-16 რეგიონალური განვითარების ფორუმი ჩატარდა, მდგრადი განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა, სადაც ჩვენ როგორც ფოტომეითი ერთ-ერთი სპონსორი გახდით, ასევე შაინ ენერჯის გახდათ ამ ღონისძიების ერთ-ერთი სპონსორი. ძალიან კარგ საქმეს ემსახურება, მინდა აღვნიშნო ეს ღონისძიება, რადგან აერთიანებს ბიზნესს, აერთიანებს სექტორს, მთავრობას, მთელი ეს ექსპერტთა ჯგუფი ერთად ხდებიან და მსჯელობენ და საუბრობენ გამოწვევებზე, წარმატებებზე, მიღწევებზე, საჭიროებებზე და ყველანი ერთად უფრო მეტი წარმატებისკენ, უფრო მეტი წინსვლისკენ საუბრობთ, ვიღწვით და რა თქმა უნდა, ესეთი მსგავსი ტიპის ღონისძიებები ყოველთვის არის შედეგზე ორიენტირებული. რაც შეეხება ენერგეტიკის სფეროს, დიახ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი აქტუალური საკითხი გახდათ ენერგეტიკის ნაწილი. იყო დიდ ჰესებზე საუბარი, იყო მზის ენერგეტიკაზე, ქარის ენერგეტიკაზე, სადაც გავიარეთ, განვიხილეთ, დავგეგმეთ და კიდევ ვართ მოლოდინის რეჟიმში, როგორ განვითარდება სექტორი. თქვენ ქარის ენერგია, მზის და ქარის ჰესებით ახსენეთ და მსოფლიო ტრანზიციის პერიოდში იზრდება განახლებადი ენერგიების როლი. ნინო, თქვენთან მინდა რომ გადმოვიდე შემდეგი კითხვით. ამ ტრანზიციის პერიოდში, მწვანე ენერგიაზე გადასვლის პერიოდში თქვენ როგორ გესახებათ საქართველოს პრიორიტეტული მიმართულება რა უნდა იყოს? რჩება ის ჰესები, თუ ქარი და მზეც უფრო დიდ მნიშვნელობას მიიღებს ამ პერიოდში, გარდამავალ პერიოდში, თუ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა არის თქვენთვის შესაძლებლობა? საინტერესო კითხვაა. მიუხედავად იმისა, რომ მე მზის ენერგიის სამშენებლო კომპანიას წარმოვადგენ, რა თქმა უნდა, არსებობს რაღაც ობიექტური რეალობა და რა თქმა უნდა, პირველ რიგში გასათვალისწინებელი არის ქვეყნის საქართველოს ენერგოუსაფრთხოება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პრიორიტეტი არის ჰესი, ანუ ჰიდროელექტროსადგური, თუმცა აი სინერგიაში პარალელურად მზის და ქარის ენერგიის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედაც რომ მეტად ენერგოუსაფრთხოებისთვის. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს თავის გამოწვევები, ახლა დღესაც აქტიურად მიდის საუბარი, პირობითად პიკური დატვირთვის პერიოდში ელექტროსადგურების გათიშვებთან დაკავშირებით. ეს ეხება სამივე გენერაციის წყაროს, ჰესაც, ქარსაც და მზესაც და მიდის კვლევები, სიმულაციები თუ როგორ უნდა მოხდეს ამის ბალანსი. იმიტომ რომ მოგეხსენებათ დაინტერესება დღის მდგომარეობით უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე მეტი დაინტერესება მზის ენერგიას აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ნაკლები ჩართულობა ჭირდება კვლევების კუთხით, იმიტომ რომ არ არის რაღაცა ვთქვათ დატვირთული სტრუქტურული სამუშაო და უკუგების პერიოდიც ფინანსური თვალსაზრისით ბევრად უფრო მოკლე ხანებში აქვს, ვიდრე ვთქვათ
ჰიდროელექტროსადგურს ან ქარის ელექტროსადგურს, რომლის საინვესტიციო დანახარჯი პირველადი ბევრად აღემატება მზის ელექტროსადგურის საინვესტიციო დანახარჯს. აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ამდენი მზის ელექტროსადგური, როგორი დაინტერესებაც არის, ფიზიკურად ვერ აშენდება, იმიტომ რომ ფაქტობრივად მზის ენერგია არ არის სტაბილური ელექტროენერგია, ხო? ჩვენ ყველაზე მეტი გენერაცია გვაქვს გაზაფხულის, ზაფხულის თვეებში და ოქტომბერი-ნოემბრიდან შედარებით გენერაცია იკლებს. ისეც და ასაც ქვეყნისთვის ზამთრის პერიოდი არის დეფიციტური, შესაბამისად და ყველაზე ძვირია ამ დროს ელექტროენერგია. შესაბამისად აი ამ ბალანსის დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა მარტო ჰესების განვითარებით ვფიქრობ, რომ გენერაციის ობიექტებს მეც ვერ მივიღებთ, ანუ ვერ მოხდება მოკლე ვადაში მეტი გენერაციის ობიექტის განვითარება საქართველოში და ქარის და მზის ენერგიით ჩვენ ვიღებთ უფრო სწრაფ გენერაციას და რეალურად ინვესტორების მოთხოვნაც უფრო შესაბამისად კმაყოფილდება. თუმცა ამ ნაწილში, როგორც აღვნიშნე, მთავარია, რომ ჩვენი ენერგოსისტემა ამ ყველაფერს მზად დახვდეს. აი დღეს მდგომარეობით ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ ძალიან ბევრი გენერაციის ობიექტი გადავა ამ წელს სამშენებლო ფაზაში და ძალიან ბევრი დაინტერესება არის კიდევ მეტი აშენდეს, თუმცა აი ეს ენერგო უსაფრთხოების ნაწილში და ქსელის სტაბილურობის ნაწილში და ქვესადგურების განახლებების ნაწილში მნიშვნელოვანია რომ ქვეყანა დახვდეს მზად, რომ მოხდეს ამის გატარება. ხო, ჩვენ შეიძლება ვირტუალური დაუძახოთ, თქვა გენერაციის ობიექტს, რომელიც აწერტილში მდებარეობს, თუმცა ეს ხო ტექნიკურად ვირტუალური არ არის და უნდა შეძლოს ამის ტრანზიტი. დიახ, ნინო მახსენა ობიექტური რეალობა და ნამდვილად უნდა ამოვიდეთ იქიდან, რაც გვაქვს ჩვენი ქვეყანა ძალიან უხვია ჰიდრორესურსებით და ერთი კითხვა მინდა თქვენ დაგისვათ, აი ბალანსი როგორ უნდა იქნას დაცული ჰესების განვითარებას, უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვის და სოციალური საკითხებს შორის განსაკუთრებით დიდი ჰესების შემთხვევაში. მოგახსენებთ, ვინაიდან და რადგანაც მე არ გახლავართ ჰესების ექსპერტი, შემიძლია ზოგადად მოგახსენოთ ამ ყველაფერზე ჩემი აზრი, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან უხვია, როგორც თქვენ ბრძანეთ და ბევრჯერ აღმინიშნავს, ბევრ გადაცემაში თუ პირად შეხვედრებში, რომ ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი ნამდვილად უნდა იყოს ჰიდროელექტროსადგურები, თუმცა ჩვენს ქვეყანას აქვს იმის რესურსი, რომ განვითარდეს აქ როგორც ქარი, ისე ჰიდრო. მოკლედ განახლებადია თუ ამბობთ, რომ ქვეყანა უნდა გახდეს თვითკმარი, თუ ვჯერდებით იმაზე, რომ ჩვენი ხელმძღვანელობა ამბობს, რომ იქნება დრო, როცა საქართველოს მთლიანად იქნება ენერგოდამოუკიდებელი. გვაქვს ამის ამბიცია. რა თქმა უნდა, განვითარდება ჰიდროელექტროსადგურები და ეს იქნება ძირითადი ბირთვი, რომელიც წარმართავს მთლიანად ენერგეტიკას, თუმცა არის პოტენციალი, რომ განვითარდეს ქარიც და მზეც და მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ალბათ იქნება ჩვენს ქვეყანაში თანაბარად გადანაწილებული, თუმცა თავისი ადგილი აუცილებლად უნდა კონდეს და უნდა დაიკავოს. მე კონკრეტულად როგორც მზის წარმომადგენელმა ვიტყვი მზის ელექტროსადგურებს, იმიტომ რომ თუ შევხედავთ ევროპაში არსებულ ტენდენციას, ყველა ქვეყანა ავითარებს მას, რაც მის ქვეყანაში ბევრად უფრო უხვი და შესაძლებელია. გვესმის, რომ პირველ ადგილს იკავებს აქ ჰიდრო, თუმცა არის იმის კარგი პოტენციალი, რომ იყოს მზეც. აი, ქალბატონმა ნინომაც ბრძანა, ძალიან ბევრი ბიზნესი, ძალიან ბევრი ადამიანი დგას დღეს ამ ყველაფრის უკან და ელოდება სწორ გადაწყვეტილებას და მას შემდეგ ისინი მზად არიან განახორციელონ ძალიან დიდი ინვესტიციები, რათა განვითარდეს ეს სფერო. ამ სფეროში არიან ძალიან ბევრი ადამიანები, დასაქმებულები. ამ წლების განმავლობაში დაგროვდა პროფესიონალიზმი, დაგროვდა გამოცდილება, ცოდნა, რაც საბოლოო ჯამში მოხმარდება ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას. და ჩვენმა ხელმძღვანელობამ და მე მაქვს მათი გონიერების იმედი და ძალიან ბევრჯერ აღმინიშნავს ეს, განვითარდეს უნდა ისე ყველაფერი, რომ მოხმარება აღემატებოდეს მიწოდებას და შესაბამისად აღარ შეიქმნება იმის პრობლემა, თუ ვიმსჯელოთ იმაზე, რა გავთიშოთ და რა ვამუშაოთ. ასევე განვავითაროთ შავი ზღვის კაბელი, რაზეც აქტიურად მიდის მუშაობა, შესაბამისად შევძლებთ ევროპასაც მივაწოდოთ ელექტროენერგია და ის ხერხემალი, რომელსაც ვამბობთ, რომ უნდა იყოს ენერგეტიკა საქართველოსთვის და მოვიყვანოთ სისრულეში. თქვენ ორივენი მზის ენერგიის განვითარების მიმართულებით მუშაობთ და დიდი გამოცდილება გაქვთ. შესაბამისად მაინტერესებს, აი თქვენი გადმოსახედიდან რა არის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები იმის, რომ მზის ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება და მიმდინარე წელს რამდენადაც ცნობილია ფასები მზის მოდულების შემთხვევაში გაიზარდა საშუალოდ 10-15%-ით, ხო? ეს რამდენად დაისახება მზის ენერგიის განვითარებაზე, როგორც დაკვეთის შემთხვევაში, ასევე თქვენს მიერ დაგეგმილ პროექტებზე. მოდით ნინომ დაიწყოს და მე
მადლობთ. მადლობთ. ძალიან სწორი აქცენტია, იმიტომ რომ მზის ენერგია დღეს შეიძლება ითქვას, როგორც წეგან აღნიშნე, ყველაზე დიდი მოთხოვნის ქვეშ არის და ამაზე მარტივი პასუხია. აი ნეტო აღრიცხვის პროგრამამ, რომელიც ფაქტობრივად ფლაგმანი აღმოჩნდა ამ ტექნოლოგიის განვითარების, თავისი როლი შეასრულა. ნეტო აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში ნებისმიერ პირს, როგორც კომერციულს, ისე ფიზიკურ პირს შეეძლო რომ აეშენებინა მზის ელექტროსადგური და ეს სარგებლო ძალიან ბევრი ბენეფიტით, ანუ არანაირი დამატებითი გადასახადის გადახდა მას არ უწევდა. შესაბამისად, აი ნეტო აღრიცხვის პროექტის, ერთგვარი პროექტის გათვალისწინებით ცნობიერებას გაიზარდა განსაკუთრებით კომპანიებში. მიხვდნენ რომ ეს ტექნოლოგია ნამდვილად მუშაობს, ადრე ვთქვათ 4-5 წლის წინ თუ გვიწევდა მომხმარებლისთვის აგვეხსნა რა არის მზის პანელი და როგორ მუშაობს ის, დღეს ჩვენ ეგ არ გვიწევს რა ვახსოვთ. პრაქტიკაში დაინერგა და კი, ფაქტობრივად და თან ისიც არის რომ საქართველოს პატარა ქვეყანაა და როდესაც ერთი კომპანია იგებს რომ ვთქვათ სამა კომპანიამ გააკეთა მზის ელექტროსადგური, შეიძლება თვითონ არც იყოს გარკვეული ბოლომდე უკვე აინტერესებს ეს მიმართულება. ამიტომ მარტივად რო ვთქვათ, ნეტო აღრიცხვამ თავის როლი შეასრულა, თუმცა ნეტო აღრიცხვის პროგრამა და ზოგადად მიკროსიმძლავის ელექტროსადგური, რა თქმა უნდა, არის ზღვაში წვეთი, რაც ჩვენ გვჭირდება, რომ ზოგადად გენერაციის ობიექტები განვავითაროთ. ამიტომ ეხლა წლევანდელი წელი იქნება უკვე მცირე სიმძლავრების ელექტროსადგურების განვითარება, რომელიც რა თქმა უნდა, ბევრად დიდ პროცედურებს მოითხოვს, იმიტომ რომ შესაბამის ვიზირებებს საჭიროებს და რა თქმა უნდა ისე მარტივად ვერ აშენდება როგორც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები შენდებოდა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ისეთია. პირდაპირ გულისხმობს ელექტროენერგიის რეალიზებას და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები გულისხმობდა, რომ მე როგორც მოხმარების ობიექტმა, ჩემი ხარჯი გავინულო, აი იმ დაზოგილი ხარჯებით მოვახდინო მეტად რეინვესტირება კომპანიაში და რეალურად ელექტროენერგიის ტარიფი გაზვირდება თუ დაიკლებს მე მაქვს ჩემი საკუთარი ელექტროენერგია. ეს ნეტო აღრიცხვის პროგრამა საბოლოო ჯამში იყო ის ყველაფერი, რამაც დღეს ჩვენ ამ ხელა დაინტერესებამდე იყო და კარგი წამახალისებელი მექანიზმი. თქვენც რომ გვიპასუხოთ, აი ფასების და რამდენად მოქმედებს განვითარებაზე. მოგახსენებთ. ნუ რაც შეეხება ნეტო აღრიცხვის პროგრამას, მე მინდა გამოესარჩლო თუ როგორც შეიძლება ითქვას, რომ ნუ ნეტო აღრიცხვის პროგრამა რეალურად და იდეაში ალბათ იყო შექმნილი იმისათვის, რომ ბიზნეს შესძლებოდა, ქონოდა დამოუკიდებელი ელექტროენერგია იმისათვის, რომ დანახარჯი შეემცირებინა. თუმცა ჩვენ ეს ყველაფერი ცოტა სხვა კუთხით განვავითარეთ, ვაქციეთ ბიზნესად და შესაბამისად ამიტომაც გახდა ამდენი ის ელექტროსადგურები აშენებული და ასე შემდეგ და ნუ დროულად მე ვფიქრობ, რომ სემეკმა დროულად მოახდინა რეაგირება და ეს პროცესი შეაჩერა. რაც შეეხება პანელებზე ეგრეთ წოდებული მზის ფოტოვოლტური მორდულების ფასების ზრდას, მოგახსენებთ და გეტყვით, რამოდენიმე მიზეზი არსებობს, რის გამოც ეს ყველაფერი ამ მიმართულებით განვითარდა. პირველი გახდათ ის, რომ მოთხოვნა ძალიან გაიზარდა და ძირითადად ეს პანელები მოეწოდება მსოფლიოს ჩინეთიდან. შესაბამისად, ჩინელებმა იგრძნეს, რომ მოთხოვნა გაიზარდა და როდის უნდა იშოვონ ფული თუ არა ახლა, გამოიყენეს ეს ფაქტი. მეორე აღმოჩნდა ის ამბავი, რომ თვითონ სახელმწიფომ დაუმატა მათ 9%-იანი ეგრეთ წოდებული გადასახადები, რომელ გადასახადებსაც ისინი მანამდე იბრუნებდნენ უკან, შესაბამისად ეს არ აისახებოდა პანელის ხარჯზე, თუმცა შეიცვალა გასული ამ წლის აპრილში, შეიცვალა მარტის ბოლოს შეიცვალა ეს წესი, შესაბამისად 9%-ით ავტომატურად გაიზარდა მზის ფოტოვოლტური მოდულების ყველანაირი ფასი, ყველა ბრენდის. ასევე გაიზარდა კი არა და გაძვირდა ნედლეული, როგორც ამბობენ და როგორ ინფორმაციას ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ გახლავართ ერთ-ერთი მსხვილი კომპანია ასტროენერგიის მზის ფოტოვოლტური მოდულების მომწოდებელი კავკასიის რეგიონში და უშუალოდ ყოველდღიურად გვაქვს შეხება, ყოველდღიურად ვესაუბრებით ჩინელ წარმოებლებს და გვაინტერესებს რა იწვევს ამ ფასთა ცვალობადობას. ესენი პასუხობენ, რომ ყველა ის რიგი მიზეზები არის, გამოც მოხდა. თუმცა მოთხოვნას მაინც ვერ ვაჩერებთ, კომპანიები არ ჩერდებიან, აი Shine Energy-ც ხოტომეთის აქტიური პარტნიორი გახლავთ. აქტიური პარტნიორი გახლავთ და ამჟამად გვაქვს რამოდენიმე პროექტი pipeline-ში, სადაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება იქნება თავის დროზე და ამაზე. კი ბატონო, ჩვენი საუბრის დასასრულს დროში ცოტა შეზღუდულები ვართ და მოკლედ ზუსტად ეგ მინდა გითხოთ, თქვენ კომპანიების არსებული პორტფოლიო, დადგმული სიმძლავრე და მიმდინარე პროექტებს რას გამოყოფდით?
დიახ, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ დღემდე, ფაქტობრივად ამ წლამდე ჩვენი კომპანია აქტიურად მუშაობდა მიკროსიმძლავის ელექტროსადგურების განვითარებაზე. პატარა კომენტარს გავაკეთებ. წეგან დავითმა აღნიშნა ნეტო აღრიცხვის ჩაკეტვასთან დაკავშირებით მოცემულობა. რეალურად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ქვეყანაში ესე მოხდა, რომ ნეტო აღრიცხვის კი, რა თქმა უნდა და მე გადავედით net billing-ზე. ეს არ იყო ვინმეს თქვა პერსონალური ხედვა. ეს არის Energy Community-ს პირდაპირი დირექტივა და რეკომენდაცია. ეს ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი ჩვენ ამ წელს დაგეგმილი გვაქვს დაახლოებით ჯამურად 45-50 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის მშენებლობა და პარალელურად ივნისის თვეში, ამ თვეში დაგეგმილია ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ანუ ენერგეტიკის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ ძალიან ბევრ მზის ელექტროსადგურის პროექტებზე საბოლოო განკარგულებების, ანუ მემორანდუმის გაცემა, შესაბამისად, მაგის მიხედვით უკვე დაიგეგმება მომდევნო წლის სიმძლავრეებიც. ჯერჯერობით გვიჭირს ამაზე საუბარი. დიდი მადლობა და თქვენ ძალიან მოკლედ გაგუხსნათ. რაც შეგვეხება ჩვენ გახლავართ კვალიფიციური ინვესტორის სტატუსის მქონე ქვეყანა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უშუალოდ როგორც ქალბატონი ნინოს კომპანია, ესე არ ვართ ჩართულები მზის ელექტროსადგურების მშენებლობაში, თუმცა ჩვენ უფრო დიდი სიმძლავრის პროექტების სუპერვაიზინგს ვაწარმოებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ დასაწყისიდან დასასრულამდე ვეხმარებით ყველა იმ ბიზნესს, ვინც ამას აკეთებს ამ ქვეყანაში და გვაქვს ევროპული გამოცდილება ჩვენ ზურგს უკან, გვაქვს პროდუქცია, ვაწოდებთ ყველა საჭირო კომპონენტს, რაც მათ სჭირდებათ მზის ელექტროსადგურების ასაშენებლად, ერთი ფანჯრის პრინციპი, ანუ one stop solution-ი, ესე აიღო გეზი ჩვენმა კომპანია Photomate-მა და რა თქმა უნდა, დიდი პროექტები გვაქვს პორტფოლიოში, რასაც გავუწევთ supervising-ს და ამ პროექტებში იქნებიან დასაქმებულები, როგორც ჩვენი პარტნიორი, ეგრეთ წოდებული Helios Energy, ასევე Shine Energy და სხვანი პროექტებზე აღარ დავკონკრეტდები, რადგან სამომავლოდ შეგვიძლია ეს ყველაფერი უფრო ვრცლად განვავსოთ, მაშინ როცა უშუალოდ მემორანდუმების შესრულებაში მოვა. ამჟამად კი ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ პროექტ 78 მეგავატ პროექტის მშენებლობაში და სუპერვაიზინგში ვართ ჩართული, რომელიც საქართველოში დღესდღეობით ყველაზე დიდია. სხვა დანარჩენი ყველაფერი როგორც ქალბატონმა ნინო ბრძანა, როდესაც შესრულებაში მოვა სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი, ჩვენ ამ ყველაფერს ვიხილავთ, რა განვითარდება ქვეყანა. ძალიან დიდი მადლობა ორივეს, მიგისურვებთ წარმატებებს. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ Shine Energy-ს დამფუძნებელი ნინო გადელია და კომპანია Photomate კავკასიის რეგიონალური დირექტორი დავით ყეშელაშვილი.